გამარჯობათ. აი ჩვენი ჩანთა თითქმის უკვე დასრულებულია. ხედავთ უკვე სახელური მივამაგრე, ეს არის უკანა მხარის. წინა მხარეზე დღეს მივამაგრებ, ჯერ დავწნი, მერე მივამაგრებ. აი ესეთი ლამაზი ძაფებით, ბოლოები მე გავყვანზე, იმიტომ რომ ეს ჩემი ძაფი ადვილად იშლება და მირჩევნია რომ ესეთი დაგრიხილი ძაფები იყოს და ეს კვანძი ამას დაიჭერს. შეგიძლიათ აქ სხვადასხვა ხის, თქვათ, მძივები დაამაგროთ და მერე გააკეთოთ ესეთი კვანძები. ძალიან მე მგონი რომ მოუხდება. მე შეიძლება მერე კიდევ ცადო, ეხლა ჯერჯერობით ეს სადა სტილით გავაკეთე, მივამაგრე კიდეც ეს სახელურები, აი ესეთნაირად. ხედავთ, თავდაპირველად არის ესეთი სპირალური დაწნა, შემდეგ არის ეს მე მგონი რამდენჯერმე მაქვს ესეთი სახელურისთვის გამოყენებული, ისევ სპირალური დაწნა. არის დაახლოებით 5 სპირალით, აი ესეთნაირად უნდა გავაკეთოთ რაოდენობა. 1 2 3 4 ესეთი დახრილი ხაზი და ამითი განსაზღვროთ რა სიგრძის გვინდა. აი ესეთია. ეს მხარზე დასადებია, რა თქმა უნდა, უფრო ისეთი ბრტყელია. სპირალურს არ აკეთებენ, სადაც მხარზე გადაიკიდება, იმიტომ რომ მაინც დაიშლება ეს სპირალი. ხოლო აი ესეთ ამ ადგილებში ეს ძალიან ლამაზად უხდება. სიგრძე აი ამ ბოლოების, ძაფის ბოლოების თქვენზეა დამოკიდებული. მე ახლა აი ნახეთ თითქმის ჩანთის სიგრძეც არ არის. იქ სურათში მე მგონი უფრო ჩანთაზე თითქოს გრძელი ჩანს. თქვენ როგორც მოგწონთ, აი ნახეთ, ძალიან ჩადის ხო ჩანთის ქვემოთ ეს ბოლოები. და კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რომ მე ცოტა სხვანაირად გავაკეთე. აი გარშემო ეს რაც არის დაწნული, ეს ძაფი გამოვიყენე ბოლო კვანძისთვის. ხოლო უბრალოდ აქ არის გამოყენებული ეს სულ არის 6 ძაფი თუ დააკვირდებით, შუაში 4, გარეთ კიდევ 2. ხოლო მე რაღაც ისე უფრო მომეწონა რომ 4 ძაფი ეს რაც იყო, ეს შიგ ანუ ამ ნაწნავის შიგნით რაც გადის და გარეთ არის დავაწნული კიდევ 2 ძაფი. ის 2 ძაფი ბოლოები გადავჭერი და შევმალი აი ამ სპირალებში, ხოლო ეს 4 რომელიც ძირითადია, აქედან აი უკვე როცა ბოლო იყო, აქ 2 გარეთა ძაფით დავწანი ერთი კვანძი და აი ესე ჩამოვკიდე. ესეა გაკეთებული ჩემი. ხო, იმიტომ რომ იქ ცოტა დაბოლოებაზე გამოდის აი ესე როგორც მითითებულია, მაგრამ დასაწყისში ცოტა ეს რთულია ასეთი კვანძის გაკეთება, ანუ რასაც ვახოთ იმითი რომ კვანძი გამოგვივიდეს თავში. ამას თქვენც მიხვდებით მე. შეიძლება რაღაც ტექნიკა იქ გამოყენებული. მოკეთ დღეს ახლა დავიწყოთ, აი წინიდან რაც უფრო ესეთია ლამაზი სახეს აძლევს, აი ეს ჯიბე ჩვენი, აი ესეთი ჯიბე. იმედია თქვენს გაართვით თავი ამის ბოლომდე მიყვანა, ცოტა საწვალებელი იყო ეს ადგილი. მაგრამ რა სიზავთ ეს მოითხოვს. აი ესეთი ჯიბეა. საკმაოდ ისეთია, მაინდა-მაინც ჩამოკიდებული არ არის, აი კარგად არის. მიმჯდარი, აი ნახეთ. აი ესე თუ და ესე მივაწებე, აი ესეთია. გონი კარგი ზომაა, ანუ ეს 30 ძაფით რო გავაკეთეთ, კარგი განგარიშება იყო. კარგი, ეხლა დღეს დავიწყებ მე აი ესეთი სახელურის, კიდევ ერთი სახელურის გაკეთებას. წინა მხარეს რომ მივაბათ. ეხლა გეტყვით რომ დაგჭირდებათ ესე იგი სულ დაგჭირდებათ 2 ძაფი გრძელი, ძალიან გრძელი 8 მეტრი, ესეთი თითოეული 8 მეტრი. თუმცა რთული იქნება ესეთი გრძელი ძაფით მუშაობა, მაგრამ სახლის სპრობებში კი, აი კამერის წინ ცოტა რთულია. ამიტომ შესაძლებელია ცოტა თქვათ ეს 8 მეტრი 3-ად ანუ 4-ად გაყოთ და მაგრამ გადაბმები დაგჭირდებათ. აქ მე რამ ორჯერ გავაკეთე მაინც გადაბმა, იმიტომ რომ ესეთი გრძელი ძაფი უკვე აღარ მქონდა, აი ნახეთ. მაგრამ ეს ცოტა ისე შეუმჩნევლად უნდა გააკეთოთ თუ მოახერხებთ. აქეთ უფრო შეუმჩნეველია. ხო,
ახლა მე ეს ახლა მე მგონი გრძელია, მაგრამ 8 მეტრი არ არის მაინც ეს ჩემი ძაფი, ორად უნდა მოკეცოთ. ესეთი გჭირდებათ 2, ესე იგი 2 ძაფი 8 მეტრი თითოეული სიგრძით. ესე იგი ეს ერთი სახელურისთვის 8 მეტრი, მეორე სახელურისთვის 8 მეტრი. ერთი უკვე მე მოქსოული მაქვს, ამიტომ ახლა აი ეს ერთი 8 მეტრიანი ესეთი ძაფი უნდა გქონდეს წესით. შემდეგ დაგჭირდებათ კიდევ აი ამის შიგნით როგორც გითხარით, არის 4 ძაფი, აი რომლებიც ჩამოკიდებულები არიან, ხო, იქ უკანა მხარეს. 4 ძაფი. სიგრძით ფაქტობრივად იგივე სიგრძე გჭირდებათ, რაც სახელურს აქვს. ანუ ეს სახელურის სიგრძეს განსაზღვრავს, აი ეს 4 ძაფი. აი აქედან იწყება და ეს სახელურის სიგრძე რაც არის. აქ არაფერს ამ ძაფებს არ უკეთებ სხვას, ხო? ესე იგი სიგრძე მე მაქვს ახლა საბოლოო სიგრძე, როცა გავზომ, ეს არის 110 სანტიმეტრი. ეს დამოკიდებულია თქვენ რა სიგრძის გჭირდებათ, აი თქვათ მხარზე რა დონეზე გინდათ რომ ჩანთა იყოს, ხო? და ასევე აი ეს ბოლოები, ძაფის ბოლოები რა სიგრძის გინდათ, ესეც განსაზღვრავს. მე ახლა ცოტა მოკლე მაქვს, ვიდრე სურათშია. თქვენ გადაწყვეტეთ. ისე გეტყვით, რომ 130 სანტიმეტრი, ესე იგი თითოეული ძაფი 4 ცალი. ეს არის ოპტიმალური, ისეთივე, როგორც აი ორიგინალში ასეთივე გამოგივათ, როგორც ორიგინალშია. მე როგორც გითხარით, 110 მაქვს აი აქ. ესე იგი გეტყვით. და ყოველთვის გრძელი ძაფი შეგიძლიათ გადაჭერათ ბოლოს და ეს უფრო ნაკლები რისკია, ვიდრე მოკლეს თუ აიღებთ და მე არ გეყოფათ, ხო, როცა ამხლა დაწვნას გააკეთებთ და ეს ბოლოები გამოგივათ ძალიან მოკლე მაშინ, აი თქვა თუ რაღაცა ისე არ გათვალეთ. კარგით. ესე იგი ეს ძაფები გჭირდება. 1 8 მეტრი და 4 ძაფი მეტრი და 30. მე ესე გირჩევ თქვენთვის. კარგით. ეს კიდევ რა თქმა უნდა მისამაგრებლად ცოტა პატარა იგივე ძაფით მივამაგრე, უბრალოდ როგორც მიქსოვის წესით ესეთი მოქმედებისთვის დაახლოებით და ეს ძაფს ავიღებ, იგივე ძაფს. გონია რომ რაღაც 40 სანტიმეტრი თითოეულისთვის მისამაგრებლად საკმარისია. ეხლა ავიღებ მე ამ 8 მეტრიანი არა მაქვს, მაგრამ უნდა იყოს წესით 8 მეტრი თუ გინდათ რომ წვეთის გარეშე იყოს და აქ გადაბმები არ დაგჭირდეთ სადმე, ხო? და ასევე ავიღებ მე ამ ჩვენ 4 ძაფს, რომელიც იქნება აი გულის როლში, ესე ვთქვათ. გულია, ხო, აი ეს რაც შიგნით არის მოქცეული. ხავე. ეს ხა მე მგონი უფრო გრძელი მაქვს მე ესენი, ვიდრე 130 სანტიმეტრი, მაგრამ არა უშავს ეს. როგორც გითხარით, მოჭრა ყოველთვის შესაძლებელია. აი გრძელ ძაფს უბრალოდ გულის ნაწილში რომელიც ძაფებიც იქნება. აი ესეთი 4 წვერი, ხამას გადავჭრიმე, ესეთი გავასწოროთ. ფაქტიურად აქ გჭირდება ჩვენ ბოლოს კვანძების გაკეთება, როგორც გაჩვენეთ, ხო, იმ ძაფის ბოლოებს. ესეთი 4 წვერი ძაფი. ხა უბრალოდ თქვენ დასანახად ვაკეთებ, რომ თქვენს ესე თვალსაჩინოდ იყოს. აი ესე. ეხლა ეს ძაფები თქვენ შეგიძლიათ დაამაგროთ რამეზე, ეხლა სახლის პირობებში ან თქოთ ესეთი სამაგრი თუ რამე ესეთი დამაგრებული გაქვთ ან კედელზე, ან კარების სახელური ან რაღაცა, მოხოთ ვინმე არ შეგიშალოთ ხელი, ხო, არ გაიღოს ეს კარები. ანუ ეს უნდა დააფიქსიროთ. ხო, აქ შემიძლია მე დაფიქსირება, ოღონდ ისეთი დაფიქსირება გჭირდებათ, რომ ნამდვილად არსად არ იმოძრავებს ეს.
აქ შეიძლება თქვათ ჩანთას ახლა არ გამოვიყენებ ჩანთას მაინც ეს არის გაურთხილდები. ახლა მე ესე მაგიდის კიდეზე დავამაგრებ. ეს 4 ძაფი, რომელიც არის მეტრა და როგორც გითხარით, მეტრი და 30 თქვენ ესე გირჩევთ. თუმცა მე როგორც გითხარით, უფრო ნაკლები მაქვს. აი აქ ახლა დავამაგრებ ამ აი ეს. დაახლოებით ესე. ხო? თქვენთვის თან თვალნათლივ იქნება ყველაფერი და ეს მე ერთი ძაფი, რომელიც არის წესით უნდა იყოს 8 მეტრი. ჯამში მაინც 8 მეტრი უნდა გამომივიდეს, იმით თუ მინდა რომ ისეთივე გამომივიდეს, როგორც წინა ეს მეორე მხარის ეს არის სახელი. აი ეს ახლა გრძელი ძაფი. ეს გრძელი ძაფი, აი ესე შემოვატაროთ. იმედია რომ ჩანს ყველაფერი. ცოტა მივუახლოვებ. ყოველ შემთხვევაში. კარგით, ესე იგი ვიწყებთ სპირალის დაწვნას. აი ხა აი ამიტომ გითხარით, რომ სპირალის ეს ერთი კიდე იქნება, შემდეგ იქნება სპირალის შემდეგ შუა ნაწილი, რომელიც ბეჭდზე გადაიკიდება და ისევ სპირალი და შემდეგ დასრულება. აი აქ ასეთი კვანძის მიღება, რომ აი როგორც არის მითითებული, ხო, აი ამათი ჩამოკიდება იქით. ეს ცოტა მეტ მას მოითხოვს პროფესიონალიზმს. აი ეს ნახეთ, მეტყვი მე ცოტა მარტივი გზით მივდივარ. აი ეს ნახეთ. აი ესე ვიწყებ. მოვუჭიროთ, ეს ვეცადოთ, თუ გინდათ რომ ცოტა ფართო გამოგივიდეთ ესენი, აი ეს ეცადეთ რომ ერთმანეთზე მაინც არ გადაფარონ აი 4 ძაფმა. აი ეს. ეხლა სპირალის მისაღებად გახსოვთ ადრე ვაკეთებდი ხოლმე კვანძების მისაღებად გახსოვთ ლამაზი თვლები. იქ იყო ხან ეს ასე იგი მარჯვენა ხელში ძაფი იყო ქვემოთ და მარცხენა ხელში ზემოთ და ესე გამოყვანა ეს ძაფების და ხან მონაცვლეობა იყო, ხო? ხან ეს ზემოთ, ეს ქვემოთ. და ამ შემთხვევაში ვიღებდით გარკვეულ ასეთ ბრტყელ ნაქსოვს თვლებით ესეთი. ამ შემთხვევაში თუ გინდა სპირალი მივიღოთ, სულ ერთი მიმართულებით უნდა ვაკეთოთ. თქვენ შეგიძლიათ ესე იგი მე ახლა ასე ვაპირებ, რომ აი მარჯვენა ხელში სულ ქვემოთ მექნება, მარცხენა ხელში რომ მაქვს ზემოთ. თქვენ შეგიძლიათ პირიქით, ესე იგი მარცხენა ხელში რო გაქვთ, ეს კონდეთ ხოლმე სულ ქვემოთ, მარჯვენაში ზემოთ. ოღონდ სულ აი ესე ყოველი ესეთი შემდეგი ნაბიჯი ესე მე გირჩევთ ჩემსავით გააკეთეთ, უბრალოდ სპირალის მიმართულება იქნება აი ესეთი ამას რომელიც შეესაბამება, თორე შეგიძლიათ სხვა გააკეთოთ. ჩემთან ერთად უბრალოდ გამოცდილება თუ არ გაქვთ, უფრო ჯობია რომ მიყუროთ და ესე აკეთოთ. ეს. ისევ, ხედავთ, ისევ ქვემოთ შევედი, ეს ზემოთ. სულ ერთი მიმართულებით. ეს არის სხვაობა სპირალს რო ვიღებთ ამ შემთხვევაში, ხოლო თუ გვინდა ბრტყელი ნაქსოვი არ დაიხვეს, მაშინ მონაცვლეობა იყოს საჭირო. ისევ ქვემოთ, ეს ზემოთ. ახლა მე მგონი მიხვდებით. აი ეს. ეხლა რამდენი უნდა ვაკეთოთ ესა, ხო? ეს უნდა გავაკეთოთ იმდენი, რომ აი ხუებს რომ მივიღებთ, ესე დაიწყებს ესე სპირალად დახვევას. აი ეს ჩვენი აი ამ ნაწილს რო შევხედავთ, ესე უნდა გქონდეს აი ესეთი დიაგონალური ხაზები, თითქოს დნმ-ის მოლეკულა, ხო? უნდა იყოს 5 ცალი. აი იმდენი უნდა გავაკეთოთ. ჯერჯერობით ბევრი არ საჭირო კიდე. სულ ერთი მიმართულებით, ესე იგი, ძაფი, რომელიც მარჯვენა ხელში გაქვთ, ქვემოთ არის. კარგად მოჭიმეთ ხოლმე. აი ისევ ქვემოთ, ეს ისევ ზემოთ. აი ეს. და ეს ზემოთა ძაფი ქვემოთ.
ისე ვჭიმოთ. უკვე თითქოს ეს დახვევა ჩანს. ესეთი ხვეული გამოჩნდა უკვე. გარკვეული ბიჯია საჭირო რამდენიმე, რომ ეს დაინახო. ნახეთ, მე უკვე თითქოს დაიხვა. ეცადეთ თანაბრად მუჭიმოთ ხოლმე, რომ ყველა ბიჯი იყოს ესეთი კიბესავით ესე ადიოდეს. არ იყოს ზოგი უფრო თავისუფლად, ზოგი უფრო მოჭიმულად. ეცადეთ. ისევ ქვემოთ მიდის, ეს ისევ ზემოთ. უკვე ასე გავყვები ახლა მე და მგონი უკვე თქვენთვის ეს გასაგებია. და დამოუკიდებლად ამას დავწნი ახლა, სანამ არ მივალ აი ბეჭზე გადასაკიდებელი უზორის ადგილას დასაწყისში. და უკვე მიუახლოვდი იმ ადგილს, სადაც ნახეთ, აი ეს როგორ უნდა შეაფასოთ, სად არის უკვე ის ადგილი, სადაც უნდა გავჩერდეთ სპირალების კეთება. აი ესე იგი, თუ აპირებთ რომ ჩანთას მიამაგროთ, თქვათ, აი ესე ბრტყელი ნაწილი მაგრდება, ხო, იქ სურათზე თუ შეხედავთ. აი ეგ რამოდენიმე ადგილას უნდა დამაგრდეს ჩანთაზე. და ზემოთ, ამის ზემოთ. აი ეს დახრილი ხაზები 1, 2, 3, 4 და 5. აი ეს როცა დამთავრდა, ესე ამოვატრიალოთ, ეს უბრალოდ ასე ვგრიხავდი, უბრალოდ ეხლა რომ გაჩვენოთ, სად მიმაგრდება და როგორ უნდა გადათვალოთ, სად უნდა გაჩერდეთ. ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ უკვე სპირალიდან გადავიდეთ აი ამ ნაწილზე. აი ეს მე მგონი ნაცნობია თქვენთვის. ესე იგი, ამ შემთხვევაში როგორ გადავდივართ? ეს სულ აკეთებდი, ეს მარჯვენა ხელში ძაფი ქვემოთ იყო, მარცხენაში ზემოთ. ეხლა პირიქით. შევცვლი ჯერ, აი ეს ერთხელ ეს ზემოთ, ეს ქვემოთ. ეს გავატარე უკან, ხოლო ეს ძაფი წინ წამოვიღე. აი ესე. ეხლა უკვე შეჩერდება ეს გრეხვის პროცესი. და ამის შემდეგ ისევ უკან ეს ზემოთ. აი ეს. ესე იგი მონაცვლეობა გვჭირდება ეხლა ჩვენ. ამ ნახეთ უკვე სხვა თვალი დაჭდა. აი ეს. ისევ ზემოთ მარჯვენა ხელში ძაფი, ეს ქვემოთ. ეს გავავატაროთ. და ქვემოთ ეს ზემოთ. ესე იგი მონაცვლეობას ვაკეთებ, მოკლედ. მე მგონი უკვე თქვენთვის გასაგებია. და ეხლა რამხელა გავაკეთოთ. ეს თქვენზეა დამოკიდებული. მე ეხლა გავაკეთებ დაახლოებით ისეთივე სიგრძეს, როგორც აქვს აი ჩემ მეორე სახელურს. თუმცა თქვენ შეიძლება ცოტა უფრო გრძელი ან ცოტა უფრო მოკლე დაგჭირდეთ. ეს თქვენზეა დამოკიდებული. აქ არანაირი ეს არ არის, თქვა, წესები და რაღაც შეზღუდვები. აი რა სიგრძის, ანუ რამდენი ესეთი გრეხვა გავაკეთოთ, აი ასეთი უზორით. ეს არის ბეჭისთვის განსაზღვრული. სურათს შეგიძლიათ შეხედოთ და სურათზე თქვა პროპორციები მიხვდეთ სპირალთან შედარებით, როგორი ზომის არის ეს ნაწილი. ამას რომ ესე იგი უკვე მიხვდებით, რომ ეს საკმარისია ეს ბეჭის ადგილი, ისე უნდა დაუბრუნდეთ სპირალს, ხო? სიმეტრიულად არის სახელურები, ესეთი სპირალი, ესეთი უზორი, ისევ სპირალი. აი ეს.
ხედავთ მონაცვლეობას როგორ ვაკეთებ. ხან ზემოთ მაქვს მარჯვენა ხელში ძაფი, მარცხენაში ქვემოთ, შემდეგი უკვე პირიქით. ესეთი თვლები დაგიჯდებათ მაშინ და იქნება სიფრტყე, რომელიც ბეჭისთვის ძალიან მოხერხებულია ესეთი უზორი. ხა ქვემოთ, ეს ზემოთ.